გამოცდილ სამოყვარულო კრივში და ახლა უკვე პროფესიონალურ რინგზე მის ბრძოლას გამართავს უგილშოთ დავლათოვა. წითელ კუთხეში ქართული ქალთა კრივის სახე საქართველოს სამგზის ჩემპიონი 2025 წლის საუკეთესო მოკრივე ხალხის რჩეული თეონა ფიროსმანაშვილი. წარმოგიდგენთ 6 რაუნდიან კრივს 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მაშასე ძვირფასო კრივის კომაგებო დაიწყო მთავარი ბრძოლები, რომლებიც იხსნება ქალთა საკრივო ორთაბრძოლით. ჩვენ გვესმის დარბაზიდან აპლოდისმენტები და შეძახილები თეონა ფიროსმანაშვილი ქართული ქალთა კრივის სახე გამოდის რინგზე თავის მომდევნო ბრძოლაში უზბეკი უგილშოთ დავლათოვას წინააღმდეგ. თეონა ფიროსმანაშვილი ბოლო დროს ჩამოყალიბდა ძალიან მაღალი დონის სპორტსმენად და ქართულ პროფესიონალურ კრივში დღეს ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მართავს პროფესიონალურ კრივის ორთაბრძოლებს და აქვს ძალიან კარგი მოგებათა სერია პროფესიონალური კრივის რინგზე და აი ახლა თავის მომდევნო მეტოქის უგილშოთ დავლათოვას წინააღმდეგ ვიხილავთ მის ორთაბრძოლას. საინტერესოა ქალთა კრივი ყოველთვის მთელ მსოფლიოში. ქალთა კრივი არის ძალიან პოპულარული, არის აღმავლობის გზაზე და სასიხარულოა, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი ქალმოკრივეებსაც აძლევს შანსს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და აი ეს შანსი ძალიან კარგად გამოიყენა თეონა ფიროსმანაშვილმა, რომელმაც შეძლო არა მხოლოდ საკუთარი პროგრესის ჩვენება რინგზე, არამედ დააწესა სტანდარტი გულშემატკივართან ურთიერთობისაც. ნახოთ, რას შემოგთავაზებს დღეს ის უკვე უზბეკი მეტოქის წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით უზბეკეთი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საკრივო ქვეყანა. უზბეკი მოკრივეები მთელ მსოფლიოში არიან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ანგარიშგასაწევები და არც ჩვენი დღევანდელი მეტოქეა გამონაკლისი. მოგეხსენებათ, ქალთა კრივში არის 2 წუთიანი რაუნდები. 6 რაუნდიან ორთაბრძოლას გამართავს თეონა ფიროსმანაშვილი. თეონას აქვს უპირატესობა სიმაღლეში თავისი უზბეკი მეტოქის წინააღმდეგ. საჩქარო არაფერია, წინ 6 რაუნდია საბრძოლველი. დასრულდა საკმაოდ საინტერესო პირველი რაუნდი. როგორც ჩანს და სახეზია, რომ უზბეკი არ არის ხელწამოსაკრავი მოკრივე, თუმცა თეონა ფიროსმანაშვილი ნამდვილად სულ სხვა დონეზეა და შეუძლია ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევა. რა თქმა უნდა, მეტოქე ყავს უსერიოზულესი, ისევე როგორც წინა ბრძოლაში თეონას იყო ასევე უზბეკი მოკრივე, რომელიც მეოთხე რაუნდში
ვადაზე ადრე დაამარცხა ქართველმა. ნახოთ როგორ წარიმართება ეს ორთაბრძოლა. განახლდა ორთაბრძოლა. კარგი იყო თექნო ფიროსმანაშვილი უკვე ჩართო თავისი სიჩქარეები. თუმცა ხედავთ რომ უზბეკი არაფრის დათმობას არ აპირებს. ახლა ბრძოლაში ცვლას ეს კი ძალიან მაგარი დარტყმა იყო ფიროსმანაშვილის. შეუძლია ამოკრივეს ნებისმიერი მეტოქის გადატეხვა უკვე სოფლის ერთ-ერთ ანგარიშ გასაწევ ძალად ყალიბდება ქართველი ქალი პროფესიონალი მოკრივე. ახეთ მუცელში რა კარგად შევიდა. კარგ ორთაბრძოლას ვადევნებთ ნამდვილად თვალყურს. კიდევ ერთ კარგი გადატარება. აქცენტირებული ძალიან კარგი დარტყმები აქვს ფიროსმანაშვილს. წელს უკვე მესამე ბრძოლას ატარებს ზედიზედ თეონა ფიროსმანაშვილი. ბრძოლაზე არასდროს ამოფსუარს და ყველა ბრძოლა რა თქმა უნდა გამარჯვებით დაასრულა ქართველმა მოკრებამ. კარგი შესვლა იყო კიდევ ერთი მისი მხრიდან. დავლათოვა დისტანციას დაიხია, კიდევ ერთი მარცხენა ხელით შესანიშნავი დარტყმა მიაყენა ქართველმა. ხმაურობს უზბეკი და კლინჩი. უზბეკი ახლო ბრძოლაში ეცდება შანსის პოვნას. თეონას კი შორიდანვე შეუძლია ძალიან კარგად იასპარეზოს. კარგი დარტყმები რაუნდის ბოლოს. ფეხზე ძლივს დგას უგოლშო დავლათოვა და ვეღარ აგრძელებს ორთაბრძოლას. ეს ნოკაუტი იყო მეგობრებო. მაშა ასე რაუნდის დასრულებასთან ერთად ვეღარ შეძლო ამ უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბრძოლის გაგრძელება დავლათოვამ. ხედავთ კუთხეში სკამზეც ვეღარ ჯდება. უძლიერესი დარტყმა მიიღო უზბეკმა. ულოცავ თეონა ფიროსმანაშვილს. გასაგებია უზბეკის ემოციები. ექიმი ადის რინგზე. ნამდვილად კარგად დაიწყო უზბეკმა. თუმცა ფიროსმანაშვილი აჩვენებს თავის დონეს, თავის კლასს და რჩება ქართველი გულშემატკივრების ფავორიტად. დაუმარცხებლად აგრძელებს თავის სვლას თეონა ფიროსმანაშვილი. კარიერაში მე-7 გამარჯვება. You flinched at pressure, I breathed it in. Turned every setback to skin beneath skin. No highlight reel, just receipts of pain. Receipts that whisper you'll rise again. Fingertips raw on cold steel bars. Counting breaths like falling stars. You wanted cheers, I wanted core. The counter doesn't crack when doors slam shut. Your trophies gleam but won't survive the test. Mine's written in blood. Not every line women, zero short cuts. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My nails not given, it's burned in yeah. They ask why I never pose for the flash, because legacy isn't posted. ქალბატონებო და ბატონებო, ტექნიკური ნოკაუტით ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა თეონა ფიროსმანაშვილი.
მოგესალმებით. ჩემი გამოსვლები ძალიან გადაება ერთმანეთს და მიხარია რომ ამხელა გულშემატკივარი მყავს და ყოველ ივენტზე დადიხართ და გულშემატკივრობთ. მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის. თქვენთვის უარჯიშობ და უქმნის სანახაობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქ ყოფნა და მადლობას გიხდით. და რა თქმა უნდა, ჩემს ორივე დარბაზს როგორც ყოველთვის 12 რაუნდს boxing times რო გვერდში მიდგანან და ასე მამზადებენ რომ ასეთ ბრძოლებზე გამოვდივარ. და მადლობა ჩემ პირველ მწვრთნელს თამაზი ყარაგვეზაშვილს, რომელიც ყოველთვის ჩემ ბრძოლებს ესწრება და პირველი დღიდან გვერდში მიდგას. მადლობა ორგანიზაციას ასეთ ტურნირების ორგანიზებისთვის. დროებით.